ვაქცინაცია მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო. უპირველეს ყოვლისა, ვაქცინაცია დაავადებისგან გიცავთ. ეს ნიშნავს, რომ ახლა იმუნიტეტი გაქვთ და გაცილებით ნაკლები ალბათობა დაავადდეთ ან ვირუსი სხვებს გადასდოთ. მეორე მიზეზი არის სხვების დაცვა ინფექციური დაავადებებისგან. როდესაც ჩვენს ირგვლივ საკმარისი რაოდენობის ადამიანია ვაქცინირებული, ვირუსს უფრო უჭირს ახალი ადამიანების ინფიცირება. ამან შეიძლება გააკონტროლოს ან თუნდაც შეაჩეროს ამ საზოგადოებაში ვირუსის გავრცელება. ჩვენ ამას კოლექტიური იმუნიტეტს ვუწოდებთ. რატომ არის კოლექტიური იმუნიტეტი მნიშვნელოვანი? კოლექტიური იმუნიტეტი გვჭირდება იმ ადამიანების დასაცავად, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ ვაქცინა. ასეთია მაგალითად ახალშობილი ბავშვები. კოლექტიური იმუნიტეტით ასევე ვიცავთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან ვაქცინაციას ან მათ, ვისაც ვაქცინაციის შემდგომ არ განუვითარდათ საკმარისი იმუნიტეტი, რაც ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება. ამ ადამიანების დაცვა ინფექციური დაავადებებისგან მაინც შესაძლებელია, თუ მათ გარშემო ყველა აცრილი იქნება. რა ხდება, როდესაც მიიღწევა კოლექტიური იმუნიტეტი? თუ მსოფლიოში ყველა დაცულია კოლექტიური იმუნიტეტით, ჩვენ მთლიანად შევძლებთ ვირუსების შეჩერებას. რატომ უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაცია, თუ დაავადება აღარ ვრცელდება თქვენს საზოგადოებაში? მიუხედავად იმისა, რომ წითელ-ან პოლიომიელიტი შესაძლოა ახლა არ იყოს გავრცელებული თქვენს ირგვლივ, მის წინააღმდეგ ვაქცინაცია ჯერ კიდევ საჭიროა. ეს იმიტომ ხდება, რომ თუ ვაქცინაციას შევწყვეტთ, დროთა განმავლობაში დაუცველთა რიცხვი გაიზრდება. თუ ვირუსი დაბრუნდება, მას შეუძლია დააინფიციროს არავაქცინირებული ადამიანები. თუ ბევრი ადამიანი არავაქცინირებულია, ვირუსს გაუადვილდება ინფიცირებული ადამიანების პოვნა. სწრაფად დაიწყებს ხელახლა გავრცელებას ადამიანიდან ადამიანზე და ეპიდემიის გავრცელებას გამოიწვევს.